ყუთიდან ამოღების დროს ეს უკვე არის დატენილი, რამოდენიმე საათი ეყოფა დატენვა. უბრალოდ უკან აქვს პატარა ღილაკი, იმ ღილაკს უნდა დავაჭიროთ 5 წამი და გავიგებთ ესეთ ხმას. Please start configuring the network. ამის მერე ჩვენ უნდა დავუკავშიროთ ბუბაბუ Wi-Fi-ს. ნებისმიერ Wi-Fi-ს, მათ შორის სახლის Wi-Fi-ს. ეს უნდა მოხდეს იმის გამოყენებით, რომ ჩამოვტვირთოთ Axiom Smart-ის API. შევდივართ Axiom Smart-ის API-ში. როგორც ხედავთ, მენიუ თითქმის ყველა არის ქართულად. ამას ვაჭერთ პლუსის ნიშანს და მოწყობილობის დამატება. გამოჩნდა ბუბაბუ, ვამბობთ დამატებას, ვირჩევთ ჩვენ Wi-Fi-ს, სახლისას, შეგვყავს პაროლი და ვაჭერთ ღილაკს შემდეგ. დაჭირდება 20-25 წამი, სანამ ჩამოიტანს პროგრამას. The network connection is successful. ამის მერე უკვე ბუბაბუ არის დაინსტოლირებული და მზად არის გამოსაყენებლად. საწყისი ენა არის დასაკვირველია ქართული, თუმცა ამ ენების შესვლა შეგვიძლია, არის ეს ენები და შეგვიძლია კიდე სხვა ენების დავამატოთ. ამის მერე ჩვენ ტელეფონი აღარ გვჭირდება, შეგვიძლია გამორთოთ, შეგვიძლია გადავდოთ. უკვე ბუბაბუ დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტთან და შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი. კიდევ ერთხელ. მარცხენა თათში ვაჭერთ ღილაკს, გამოჩნდება მიკროფონი თვალებში, ეს ნიშნავს, რომ ბუბაბუ გვისმენს, ბუბაბუ წარადგინე საკუთარი თავი. გამარჯობა, ჩემო პატარა მეგობარო.